და სიუჟეტს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ასევე მძიმე საყურებელია, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ბავშვები მოარიდოთ ტელეეკრანებს. მაგდა პაპიძის პროცესი და 12 ნაფიცი მსაჯულის მიერ გამოტანილი ვერდიქტი დამნაშავეა. მოსამართლემ პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა უკვე მსჯავრდებული პაპიძის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მისი ახლობლები აქციებს აანონსებენ. რეპორტაჟი, რომელსაც ახლა ნახავთ, მხოლოდ მაგდა პაპიძის საქმეზე აგვიამბობთ, კეთი ბრაჭული მოგიყვებათ სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე, ანუ მშობლებზე, რომლებმაც საკუთარი შვილები მოკლეს. ჩვენ ბუნებრივია არ ვცდილობთ მკაფიო პარალელის გავლებას საქმეებს შორის, თუმცა გიჩვენებთ რა განაჩენი დადგა სხვა თითქმის მსგავს საქმეებზე. და სანამ რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გავუშვებთ, მანამდე მინდა მოვიწვიო სტუდიაში მაგდა პაპიძის დედა, ქალბატონი ლია შამოგია. ქალბატონი ლია, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის და მოდით სანამ ვისაუბრებთ, მანამდე ერთად ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მომზადა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ თარგიკეს ბატონებს ყველა მსაჯულს, ყველას! გული არ ამიჩქარდება, ისე დავჯდები დენის კამზე. ბილი ვარ, მამა ბილი ვარ, მიიღებ იმას, რასაც იმსახურებს დეგენერატი, მკვლელია, მკვლელი. ჩემი თარგიკეს ჩვენთვის ძალიან რთული და ძნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რთულ გადაწყვეტილებამდე 2 საათი და 35 წუთი იფიქრეს. ვერდიქტი 1 წუთში ჩაიკითხეს. ყველა არც ერთის წინააღმდეგ. 12-დან 12-ვემ ბრალდებული დამნაშავე აღიარა. ქმრის და 5 წლის შვილის მკვლელობაში. წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანისა და 2 პირის განზრახ მკვლელობასა დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ. მთავარ მსაჯულს ვერდიქტის ბოლომდე გამოცხადებას დარბაზი არ აცდის. წუთიანი განაჩენი 2-ჯერ შეწყდა. პირველი ოვაცია გადაწყვეტილებას ეძღვნება. განმეორებითი ტაში ნაფიცების ერთსულოვნებას. 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ 1 ხმად, რასაც ვადასტურებთ ხელის მოწერით ნაფიც მსაჯულები. მსაჯულების გადაწყვეტილების მოსმენა მაგდა პაპიძისთვის ემოციურად რთულია. ბრალდებული სიკვდილით დასჯას ითხოვს. დაკავების დღიდან ვამტკიცებდი და ვბრძოლებდი ჩემი სიცოცხლისთვის, ჩემი პაწაწუნა ბიჭის საფლავის ნახვისთვის, რადგანაც ამის საშუალება არ მომეცემა, ჩემმა პრეზიდენტმა გააცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დარჩეს ცოცხალი, არც ერთ შემთხვევაში. ალბათ ბრალდებულისთვის ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სიკვდილით დასჯა. საინტერესო და მოულოდნელ აქცენტებს აკეთებს ბოლო სიტყვაში პაპიძის ადვოკატი. მარიკა ფხალაძე პაპიძის უდანაშაულობის მხოლოდ ერთ ნაწილზე საუბრობს. დარწმუნებულია, რომ დედას შვილი განზრახ არ მოუკლავს და საერთოდ არ ახსენებს მოკლულ ქმარს, ომარ ქაფიაშვილს. ვიცავდი მაგდა პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. მეც დედა ვარ. მე რო 1 წუთით შემპარო და ეჭვი რომ მაგდამ საკუთარი ხელებით საკუთარი შვილი განზრახ გაგუდა მისი ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. უნდა მივცეთ მას საშუალება თუნდაც წლების მერე გამოვიდეს და საკუთარი შვილის საფლავს შეეხოს. მე ვთხოვთ რომ მაგდას საშელის მინიმუმი განუსაზღვროთ. მაშინ, როდესაც მოსამართლე პაპიძეს უვადო პატიმრობას უსჯის, დარბაზში აღტაცებული ხალხის ოვაციები კიდევ ერთხელ ისმის. სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების. პაპიძე განაჩენს ბოლომდე ვერ უსმენს და მანდატურს დარბაზიდან გაყვანას თხოვს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებისათვის მადლობა. პაპიძის უვადო სასჯელმა საზოგადოება გაყო და გააჩინა კითხვები. იმსახურებდა თუ არა დამნაშავე ყველაზე მკაცრ სასჯელს. რა იყო სასჯელის მოტივი?
ეს იყო მოსამართლის მორალური თუ მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება. აქ ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, როდესაც განსაზღვრავს საშელი იყოს მაქსიმალური თუ მინიმალური. საზოგადოებრივ საშიშროებას პირველ რიგში აქცევ ყურადღებას, დანაშაულის ჩადენის ხერხს, თვითონ ბრალდებულის პიროვნებას, ასევე მის წარსულს, პიროვნულ მახასიათებლებს, თუნდაც ოჯახურ მდგომარეობას და ზოგადად რა მიიყვანა პირი დანაშაულის ჩადენამდე. რთული გასარკვევია, რითი ხელმძღვანელობდნენ მოსამართლეები სხვა განსასჯელებთან მსგავსი საქმეების განხილვის დროს. მაგალითად, მისაქციელის ცნობილი ტრაგედიისას. იმას როგორ წარმოვიდნენ ხალხო დედაშვილს მოკლა. 2011 წელს მისაქციელში დედამ 5 წლის ვაჟის სიცოცხლეს გამოასალმა. მსგავსება პაპიძის საქმესთან პირობითია, თუმცა მკვლელი ამ შემთხვევაშიც დედაა, მსხვერპლი აქაც 5 წლის შვილი. 24 წლის მაია გელდიაშვილმა შაკო ციკლაურს თავში შეშა რამდენჯერმე ჩაარტყა. გამოძახების ადგილას დაგვხვდა გვამი ძევს ტახტზე. გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება ექსკორაციების სახის არეში. ჰემატომა მარცხენა წარბის მიდამოში. ცხვირის ძვლის დაზიანება. ჰემატომა ქვედა ტუჩის არეში. მარცხენა ყურიდან სისხლიანი გამონადენი. კანი ცივი, ნაცრისფერი, სუნთქვა შეწყვეტილი. პულსაცია მაგისტრალურ არტერიაზე არ აღენიშნება. გელდიაშვილს დედობის უფლება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. დედამ დანაშაული, სასამართლომ კი მისი შეურაცხადობა აღიარა. მაია გელდიაშვილი ციხეში 5 წლით ჩასვეს. მეუღლემ ზურა ციკლაურმა სხვა ცოლი მოიყვანა. თქვენ უზრდით მას შვილებს ხო? აქ ერთი ბიჭი აკაპოს და გოგო პამპერსთან ერთად დამბდა. 3 წელს იყო პამპერსიანი. ბიძამ მომიყვანა თავისიდან. და მოდი დედი. მოდი დე. გამოიქეთ. რა მაგარი ბიჭი ყავს. ზეზე სინდვი ცოტა გავუშავდა თორე. დანაშაულის ჩადენიდან 2 წელში საქართველოს პრეზიდენტმა მაია გელდიაშვილი შეიწყალა. ახალგამოსულმა და დედობა ჩამორთმეულმა დედობისთვის კიდევ ერთხელ მზადება დაიწყო და 1 წელში შვილი გააჩინა. გელდიაშვილმა მისაქციელში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, სოფელმა არ მიუშვა. გათავისუფლებულმა გელდიაშვილმა აგრესია ისევ გამოხატა, ხოლო ამის შემდეგ გადაიყვანეს ის იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში. დედობის უფლება მეორედ ჩამოართვეს. გელდიაშვილი ამ დრომდე მკურნალობს. ეს გარდაცვლილი თამუნა ბერუაშვილის ძმა. შალვა ბერუაშვილი იხსენებს, როგორ დახოცა მისმა სიძემ ყოფილმა სპეცრაზმელმა მძინარე ცოლშვილი. გოჩა ფარცხვანია მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი ნია პურის საჭრელი დანით მოკლა. მკვლელობა აღიარა. დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადობა დაუდგინდა და 15 წელი მიესაჯა. ეს კადრები 2014 წელს 8 შვილიანი ახალგაზრდა დედის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე გადავიღეთ. 29 წლის თამუნა მე-9 შვილს ელოდებოდა, როდესაც საკუთარმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა. ცოლშვილის მკვლელმა სასჯელი საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა და რამდენიმე საათში თავი ჩამოიხრჩა. მშობლის მიერ შვილის მკვლელობის სხვა ფაქტებისგან პაპიძის საქმე გამორჩეულია. ყველა სხვა შემთხვევაში დამნაშავემ ბრალი აღიარა. პაპიძემ არა. ყველა სხვა შემთხვევაში დანაშაულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები აფექტურ მდგომარეობაში ჩადიოდნენ. პაპიძის შემთხვევაში არა. სხვებისთვის სასჯელი გაცილებით მსუბუქი იყო. პაპიძისთვის ყველაზე მძიმე. პაპიძე ახლა ერთადერთი ქალი პატიმარია უვადო სასჯელით. თუმცა ეს სამუდამო პატიმრობას სულაც არ ნიშნავს. ის ციხეში მინიმუმ 20 წელი იქნება. შეწყალების მოთხოვნის უფლება კი მხოლოდ 2035 წლისთვის მიენიჭება.
და ახლა ჩვენს კითხვებს სწორედ მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია უპასუხებს. ქალბატონელია, მე მესმის რომ თქვენთვის რთულია ახლა საუბარი, რთულია თუნდაც აქ ყოფნა და ამიტომ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ქალბატონელია, თქვენ არ ელოდით ბუნებრივია ასეთ განაჩენს. რა თქმა უნდა, არ ველოდი. შეიძლება თქვათ რომ უფრო მსუბუქ განაჩენს ელოდით? დიახ. მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა ასეთი განაჩენი? მით უმეტეს, როდესაც 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად ცნო მაგდა დამნაშავედ. პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ მომხდარიდან პირველივე დღეებიდანვე დიდი ხარვეზებითა და ძალიან უდანაშაულ უსამართლოდ მიმდინარეობდა ამ თემის განხილვა. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ მაგდა გაეშავებინა და უარყოფითად ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ის მსაჯულებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ჩვენსავით ისმენდნენ ტელევიზიით ამ ყველაფერს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა პროკურატურის მხრიდან და გამოძიების მხრიდან. პირველივე წუთებიდანვე იქნა მათი შეცდომა დააკავეს თუ არა. თუმცა ტელევიზიით არ ისმენდნენ ისინი ქალბატონელია, იქ იყვნენ და იქ არა, შინაარსი ხო შეექმნათ თავიდანვე და რა თქმა უნდა ეხლა დეტალებში განხილვა მოხდა სასამართლოზე, მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს მსაჯულებთან, როდესაც იხილავდნენ ამ მტკიცებულებებს, რატო არ მიაქციეს ყურადღება იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რაც არის მაგალითად რომ დნმ არ ემთხვევა ომარის ნაკაწრ მკლავზე, სადაც შემოხეულია მაიკა და აღებულია მაგდას დნმ ფჩხილიდან. თუნდაც თორნიკეს სახიდან, ნაკაწრ სახიდან აღებულია დნმ და ამასაც არ მიაქციეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ გაწყვეტილია ბავშვის ჯვარი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ცოტა ისეთი მკვრივი თასმა, რომელსაც მაგდა ვერ გაწყვიტავდა და ეს არის აშკარად ის სცენა ჩამოყალიბებული, რომ ალბათ ომარი ბრძოლობდა, რომ ბავშვი ისინი ხომ ერთად იყვნენ, როგორც მაგდა იძახის და გაწყვეტილია ამ ალბათ მომხდარი ამბის დროს, როდესაც ჩხუბობდა. თუმცა პროკურატურამ დაადგინა, რომ ბავშვის თორნიკეს ამ შემთხვევაში გარდაცვლილი თორნიკეს ფრჩხილებში აღმოჩენილი არის მაგდას მაისურის ბოჭკოები. ეს სხვა საკითხია იმ ხრივ, რომ ეს ტანსაცმელზე ვლაპარაკობთ ამ წუთში თქვენ რაც შემიკითხეთ, მაგრამ მე ვლაპარაკობ აი ამ აფარებულზე, ვითომ გააგუდას რომ ვლაპარაკობენ, აი იქიდან ხომ არის რა მტკიცებულებაში ბევრს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ეს არის ტანსაცმლის ბოჭკოები, რომ ხელით შეხებული ის არის თემა ეს და. ქალბატონელია, საინტერესოა თქვენი ვერსია, მომხდარის თქვენი ვერსია როგორი არის? ანუ რას ვარაუდობთ, რა ეჭვები გაქვთ, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეწოდოთ? რა არის იცით, მე სულ ყოველთვის ვიძახი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რაც არ დამინახია ძალიან ძნელია რომ ვინმეზე ხელი გაიშვირო, მაგრამ იმდენი საეჭვო კითხვაა და ისე ჩამოყალიბებულად არის შემაზროვნებაში ძალიან დიდი ეჭვები, რომ არ გავაჟღერო არაფრით არ შეიძლება რა ხალხო, როგორ შეიძლება თვენახევრის შემდეგ აღმოჩნდეს სისხლიანი ტახტი, რომელსაც დედამთილი წარმოადგენს გამოძიების თუმცა ქალბატონელია ამ შემთხვევაში მეც ასე ვთქვათ ჩაგეჭრებით პროკურატურის ვერსიით სწორედ ამ ტახტზე ასე ვთქვათ დაასვენეს ცხედრები და ეს ტახტი ასევე ზედაპირი იყო გაწმენდილი და შემდეგ უკვე გაიტანეს გარეთ და თითქოს ის განიავდა. მათი ვერსია ეს არის, მაგრამ შიგნით თვითონ ტახტში როგორც პროკურატურაში აცხადებენ სისხლი იყო აღმოჩენილი. მე ერთი რამე მინდა აღვნიშნო, ეს ტახტი მთლიანად გაიტანეს, იქ არ იყო დასვენებული, იმ ტახტზე არ იყო დასვენებული ცხედრები, მთლიანად იყო ოთახში გატანილი და იქ იყო ნივთები დალაგებული და მე შეკითხვა მაქვს დედამთილთან თუ როდესაც შემოიტანა იქ და დედამთილთან რატომ გაქვთ შეკითხვა? იმიტომ რომ ოჯახის წევრია და როდესაც შემოიტანეს ხო როგორც ქალმა ხო უნდა გაეფენთხა, ხო უნდა გაესუფთავებინა, მერე რო იძახიან ერთი თვენახევრის მერე რომ ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, თქვენ შეკითხვა დედამთილთან უნდა გქონდეთ თუ პროკურატურასთან? პირველ რიგში დედამთილთან უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა იმ უნიათო გამოძიებასთან რომ პირველივე დღიდანვე დიდი ხარვეზებია ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიებელი რომ იძახის რომ შევედი, იქ დამხვდა დედამთილი ქალბატონი ლილი, რომელიც იჯდა ტახტზე და სხვა იძახის რომ აი აქ მოხდა მკვლელობა ამ ტახტზე. მე არ უნდა შევამოწმო. რაზე მიანიშნებთ? ჯერ რა იცის რომ იქ მოკლა და იმ წუთასვე გამოძიებელი იყო თუ ექსპერტი იყო, ხო უნდა გაესინჯათ არა ის ტახტი. როგორ შეიძლება ეს გასინჯოს და გარეშე დარჩენილიყო ეს ტახტი. ხო უნდა ენახათ არა ის ნივთი. ქალბატონელია,
ერთი ძალიან საინტერესო თემა მინდა გავაჟღერო, რომელიც თქვენც იცით ამავე დროს, პროკურატურა აქვეყნებს და გამოაქვეყნა უბრალოდ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ეგრეთ წოდებული დღიური მაგდა პაპიძის, სადაც იქ წერია, მე ვახდენ ციტირებას უბრალოდ. ურო ნაჭრით გახვეული პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული პროსტინა, გამზადებული პირსახოცი, გამზადებული წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი, ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს, გავიმზადო ტანსაცმელი, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ვახდენ ციტირებას, სიდენეებს გადავაფარო შავი დიდი პარკები. აი ამ ჩანაწერზე რა სიტყვით, რას ნიშნავს ეს? აი რას ნიშნავს ისეთ თუ კი უროთია მკვლელობა და ის ნაჭერში იყო გახვეული ასეთ ბასჭრილობებს როგორ მიაყენებდა ომარის თავზე. თქვენ რომ გაეცნოთ იმ დეტალებს როგორ არის დაზიანებული ომარის თავი, აი გაუცდებით პირდაპირ. თუ კი ის ნაჭერში იყო, მაშინ ის ნაჭერი სად არის? მაშინ რატომ არის სუფთა, როდესაც გვაჩვენებენ ამ უროს მთელი თვეების განმავლობაში სუფთა იყო ეს ურო. არა, აქ საუბარი არის, ასე ვთქვათ, ეგრეთ ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, თითქოს მაგდა ემზადებოდა წინასწარ ამ დანაშაულს. და შემდეგ გაახვია ნაჭერში და უკვე ის ტოლჩა ისევ ისე დახვდათ ოთახში თუ ამზადებდა მაგალითად. რატომ მანქანაში არ დახვდა ის შავი ცელოფნები მაშინ? მაშინ რის საფუძველზე იხემძღვანელა ამ ექსპერტმა, როდესაც ეს ნაწერზე თქვა რომ მაგდას რომელ ნაწერზე იხემძღვანელა, მე ძალიან მაინტერესებს. თურმე ეს უნდა დაწერილიყო იგივე ტექსტი რამოდენიმეჯერ, ამაზე იხემძღვანელა თუ რამეს შეადარა? აი ეს მაინტერესებს ძალიან. როდესაც ეს არ ემთხვევა იმის მაგდას ნაწერს, მე მაქვს მაგდას ჩანაწერები. თუმცა პროკურატურის ასე ვთქვათ ვერსიაში ვკითხულობთ რომ დადასტურებულია რომ ეს არის მისი ნაწილი. პროკურატურა იმდენ რამეს ადასტურებს, რომ მე ერთ სიტყვას არ ვენდობი პროკურატურისა. პროკურატურა მიცით რა გამიკეთა? ორჯერ მომაწერინა ჩემ ჩვენებაზე ხელი. მაგათ როგორ უნდა ვენდო? მე მაგათ ვენდობი? ერთი წუთითაც არ ვენდობი მე. რატომ არ მოითხოვეთ მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზა? არა, ეს იცით რა იყო, მე იმდენად ვიყავი დარწმუნებული მაგდას სიმართლეში, რომ თავის შვილს არ მოკლავდა და საერთოდ მკვლელობასაც არ ჩაიდნენ და ვერც კი წარმომედგინა ახლა მაგისტვის ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ იმ ასპექტზე საუბრობთ, რომ მაგალითად მაგდა მეც მიჭირს ამ თემაზე საუბარი და რომ მაგდა მაგალითად არ მოკლავდა საკუთარ შვილს და არ გეპარებათ ეჭვი მაგალითად რომ მაგდას შეეძლო ვერ მოკლავდა ომარის, ვერ მოკლავდა, ჯერ მარტო რატომ იცით, ძალა არ ეყოფოთა რომ იმისთვის წინააღმდეგობა გაეწია. თუმცა საქმეში წერია რომ ომარს ეძინა ასე ვთქვათ და მძინარეს ახალი ნაჭამი და წარმოიდგინეთ ახლა ახალი ნაჭამი და 10-ის 15 წუთზე დგება უკვე ომარის სიკვდილი. რა დროს უნდა მოეკლა ხახნო, აი გავაანალიზოთ ოღონდაც. რა დროს უნდა მოეკლა ომარი, როდესაც იქ ისეთი საცხოვრებელი ადგილია, რომ ნებისმიერი ხმა გადის ოთახებიდან. როგორ ეს ხო ნაბრძოლია ბიჭი, იცით როგორად ყესები აქვს დამტრეული, ზურგი ისე აქვს დაზიანებული ის გასაგებია, აქედან გამომდინარე, მაშინ აი როგორ ფიქრობთ, ვის შეეძლო? თქვენ ამბობთ რომ მაგდას არ ჩაუდენია. თქვენი ვერსიით მაშინ ვის შეეძლო ჩაედინა? ეს არის მამაკაცი, ამის ჩამდენი მამაკაცი. თუმცა ექსპერტიზის მიხედვით სხვა ადამიანის, ანუ უცნობი ადამიანის დნმ თითქოს არ არის. იმიტომ რომ არ აქვთ აღებული და მაგიტომ ერთადერთი მაგდასაგან აქვთ აღებული დნმ. რატო არ აი კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა. ურნიდან ამოღებული სურათებზე არის დნმ გაკეთებული სურათები, რომელიც ეკუთვნის დედამთილის ახლობელს. რატო ჩემი ახლობლის სურათები არ აღმოჩნდა ჩემი შვილის ვთქვა გადაყრილ ნივთებში და ის ფანქრები, ზღაპრების წიგნი დახეული არ აღმოჩნდა მაგდას დნმ. ხახნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვიღაცამ გადაყარა ისეთმა ვთქვა შინაურმა და ოჯახის წევრმა. საიდან აღმოჩნდა ეს დედა შვილის ფანქრებსა და წიგნს გადააგდებ და მე არ მისმის აინაც არ მოდით აი ძალიან ისეთ დეტალებში რომ არ შევიდეთ მე ვიცი და ნუ პრინციპში ყველამ ნახა ეს კადრები რომ თქვენ იწვევთ დედამთილს კი ბატონო დედამთილს დებატებში რის თქმას აპირებთ მაგალითად მასთან და ამ შემთხვევაში რა არის თქვენი პირადად უნდა არ მოვამზადებ არავითარ შემთხვევაში აი პირადად დამიჯდეს და გავცეთ ნორმალურად დავპატიჟეთ ჩვენს ეთერში ქაფიაშვილების ოჯახის წევრები თუმცა მათ უარი განაცხადეს სტუდიაში აი რატომ უნდა სკოს უარი ჩემთან საუბარზე მეც დაზარალებული ვარ მისნაირად რატომ უნდა სკოს უარი მე მას ისეთ კითხვებს დაусმევ რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი აი მაგალითად რა კითხვებს დაусვენ არაფერს არ გავაჟღერ უნდა დამიჯდეს წინ და ველაპარაკო ყველაფერს აქ ისეთი დეტალებია რომ თვითონ უნდა მითხრას პირდაპირ და უნდა ამოვიკითხო მე მაგის თვალებიდან სიმართლე იმიტომ რომ როდესაც მაგდა ეუბნება რომ დავურეკოთ პატრულს რატო ეუბნება უარს იმ საღამოს უარს ეუბნება რომ თურმე ომარის პატრული არ უყარს რას ქვია პატრული არ უყარს მაგ სფეროში მუშაობდა ბიჭი და მეგობრებიც სავსე იყო მაგ სფეროში როგორ შეიძლება არ უყარს რას ქვია
ქალბატონია, მართალია მინიკაური არ მობრძანდა ჩვენთან სტუდიაში, თუმცა ომარ ქაფიაშვილის ძმამ განაცხადა, რომ თქვენ თითქოს იყავით, ასე ვთქვათ, მათთან ოჯახში და თქვენ განაცხადეთ, რომ ქმარშვილი სწორედ მაგდამ მოკლა. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას? მეგეუბნებით, ეს თქვა ომარ ქაფიაშვილის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა. თითქოს ეჭვი გაგიჩნდათ, რომ მაგდა პაპიძემ ეს უნდა დამიდასტუროს პირადად. მე არასოდეს არ მიღიარები ეს. ერთადერთი, როდესაც პირველ დღეს დავრეკე და ლანას ველაპარაკე, ლანამ კიო და წიო და ეს რაღაც აფექტში იყო ბავშვი. მითხრა ლანამ, რომ დედა, იცი, მაგდას ბრალდებაო. აი ეს იყო და მაგდა მოკლა, მე უთხარი შევიკითხე, რას ლაპარაკობ? იცით ეჭვები საით გამექცა? იარაღი ჰქონდათ სახში, ან ერთმა ხო არ გაისროლა, არ მეორე. რაღაცა საშინელება ხო არ მოხდა მეთქი, ბატონო? იყო ამის წინაპირობა ზოგადად ოჯახში? არა, არაფერი, მაგრამ რადგან ბრალდება მაგდასო, თქვა, მე იარაღზე გამექცა აზროვნება. ბატონო პროკურორი რო გამოდის ტელევიზიით და ასე პირდაპირ ხელს მადებს, რომ თურმე დედამ თქვი შვილზე, რომ მაგდა მოკლა, რის საფუძველზე იძახის ამას? მე სახალხოდ თითქოს პირველ ჩვენებაში ეს ყველაფერი დევს ამ თქვენი ნათქვამი. ძალიან ბევრი სიცრუე დევს მაგათ ნაწერში. მე ვაღიარებ ამას, ძალიან ბევრი სიცრუე. ის აბზაცი, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ მე მაგდას საწინააღმდეგო ჩვენება მივეცი, მე ვფიცავარ ჩემი თორნიკეს სულს, თუ მე ასეთი რამე დამეწეროს. ხალხო, ვაღიარებ სახალხოდ. რაში დასჭიდათ მთელი დედაც შვილის წინააღმდეგ გამომიყენეს და ჩამოაყალიბეს მაგდა ძალიან უარყოფით პიროვნებად. ეს როგორ შეიძლება? ამიტომ მე არ გამიყვანეს სასამართლოზე. თქვენ იცით, რომ მე ამიკრძალეს იქ გასვლა და მომხსნეს მოწმეთა სიიდან. ეს რატომ უნდა ყოფილიყო? მე არ მქონდა ერთადერთი მოწმე გავხდი, პრობლემა რომ გავსულიყავი და ამას ისე დროს ვიგებ, რომ უკვე დაცვის მხარესაც ვეღარ შევყავარ, იმიტომ რომ სიები გადაცემული აქვს უკვე მოსამართლისთვის. ქალბატონია, თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც მე გკითხეთ, რა ეჭვები გაქვთ, თქვენ ახსენეთ, რომ აქ თითქოს მამაკაცის ხელი ურევია. თქვენ ამ შემთხვევაში ხომ არ მიანიშნებთ საქმეშიც ფიგურირებს მეგობარ მამაკაცი. მეგობარ მამაკაცზე კი მქონდა ეჭვი, იცით, აი ნამდვილად მქონდა, მაგრამ აი რა დავარქვა მაშინ აი ამ ტახტის თემაზე. ეხლა რა ქვია, ოთო ბერძენიშვილი რაშუაშია იმ ტახტის თემასთან, რომელიც თვენახევრის შემდეგ გამოაჩინა დედამთილმა სააშკარაოზე. ეხლა ოთო ბერძენიშვილი აქ რაშუაშია ვთქვათ, ან კიდევ ეს გადაყრილი ნივთები ზღაპარს როგორ შეეხებოდა. შეგიძლიათ მაგალითად დააკონკრეტოთ თქვენი ვერსიით, რას მალავს ამ შემთხვევაში მეორე მხარე. დედამთილს გულისხმობ. იცით რა არის? აი ჩემი ეჭვებით სრულყოფილად ვაყალიბებ ჩემ აზროვნებაში, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა და ნამდვილად ის უნდა ეჭვის დონეზე რა შეიძლება? ეჭვის დონეზე მე ვფიქრობ, რომ დედამთილი ვიღაცას ხელს აფარებს. ნამდვილად. პირველი სამძიმრის დღეს, როდესაც მე ჩამოვედი და იმ დღითვე მივედი სამძიმარზე, საღამო პერიოდში სამზარეულოში გავედით მე და ლანა. როდესაც შევდიოდით, ერთ-ერთი ბიჭი ჩამოხლული იყო იქ, ეს არის მახოსთან ერთად ნაჯდომი ბიჭია ციხეში. ეს მახსოვს სახელი და გვარი ახლა გავიხსენებ. არ აქვს მნიშვნელობა პროფესორ. ხო, და ჩამოხლული იყო და ჩუმად ლაპარაკობდა. ასეთი ფრაზა გავიგე. ყველაფერი ისე მიდის ბრატ, როგორც ჩვენ გვიდა. და ამან ძალიან დამაეჭვა, იცით და მე აღარ შევედი სამზარეულოში და დაველოდე ლანას. ფრაზა საკმარისია, რომ მაგალითად. დიახ, რაღაცა ეჭვები გამიშდა, იცით, რა თქმა უნდა, რას ქვია, თან ჩუმად ლაპარაკობდა. მე ლანამ უთხრა, რომ რას ვისელაპარაკები? დედა შენმა იცისო, ისო, მახო სად არისო? ესე იგი იქაც ეძებდნენ. აქაც ეძებდნენ. მართალია საზღვარი გადმოუკვეთია გასვენების წინა დღეს, მაგრამ ეძებდნენ იქაც და აქაც ეძებდნენ. გასაგებია. თუმცა აი როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ქალბატონი ლილი მინდიკაური ხელს აფარებს საკუთარი შვილის და შვილიშვილის მკვლელს? პირადად მე რაღაცნაირად ვერ ვსვამ ლოგიკაში. ლოგიკაში ჯდება ის, რომ მაგდა თავის 5 წლის შვილს მოკლავდა? მაშინ ასე დაუპირისპიროთ ამ აზრს ეს. ლოგიკაში ჯდება ეს, რომ გოგომ როგორი რუდინებით როგორი სათუთად გაზარდა ეს ბავშვი და ლოგიკაში ჯდება ის, რომ 5 წლის ბავშვს ხელი ააფარა, თან დნმ არ ემთხვევა, თან არის ისეთი ფაქტები, რომ აქ გაწყვეტილია ეს ჯვარი, იქ ბიჭი ნაცემია, ომარი ექსპერტიზაში პირდაპირ აღწერილია, რომ გარდაცვალების წინა პერიოდშია ეს მომხდარი, ნაცემი, ეს დაზიანებები, ეს ყველაფერი. მაშინ რა დავარქვათ ამას? ის არის გასაკვირი. დაიჯერა ეს ყველაფერი და შესაბამისად საჯულმა დაიჯერა. მე არ მჯერავს, რომ საჯულებს ეს დაიჯერეს. იცით, სამწუხაროდ მე მაგათ ხელში იყო
ყველაფერი ერთ სიტყვით სადავეები ამ საქმისა, მაგრამ ძალიან მიგვერს მე მსაჯულებს მინდა მივმართო, რომ ეჭვმეპარება სხვას ხო არ გადასცეს ეს სადავეები მათმა, მაგრამ დღეს რომ მე სხვას არ ვიცი ვის, ვინ იმოქმედა ზეგავლენა. საჯულები ვინ აირჩია? ვინ აირჩია და ზოგადად აირჩიეს შერეულად ერთმა მხარემაც და არა მე როგორ მივიღებდი მონაწილეობას მე ანუ ამ შემთხვევაში თქვენ შულზე ამ შემთხვევაში მე საერთოდ ხმა არავინ არ მომაღებინა გესმით აი როგორ მინდოდა რომ გამოსულიყავი სასამართლოზე ჩემი ორი სიტყვა დამეფიქსირებინა თუნდაც ერთი მხარის მიმართ თუნდაც ჩემ შულს შევკითხავდი რაღაცას თუნდა იქ მაგრამ არ მომწეს ამის საშუალება მე რატომ გავხდი პრობლემა მე ბოლო წუთებში გავიგე რომ მე თურმე განცხადებითაც მივმართე ქალაქის პროკურატურას არანაირი პასუხი არ მივიღე და აი ახლა მდგევარ და ვლაპარაკობ და ბოლოს ქაბატონულია რას აპირებთ გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს გარკვეული ან აქციები გაიმართება მე აქციებზე ვერაფერს ვერ გეტყვით ნამდვილად ეს სურვილებმა თვითონ გადაწყვიტონ მაგრამ მე რისი უფლებაც დამრჩა აი ამ გადასახედიდან მე მაქსიმალურად ყველაფერს გამოვიყენებ გასაგებია და ბოლოს კიდევ ერთი კითხვა თქვენ ამბობთ რომ დარწმუნებული ხართ მაგდას უდანაშაულობაში თქვენ ხართ დედა მაგრამ ამავე დროს თქვენ იყავით ბებია 5 წლის თორნიკესი ერთი წუთით მაინც მაგალითად არ დაგიშვიათ აზრებში რომ თელიან ხნის განმავლობაში რომ მაგდას შეეძლო ეს დანაშაულები ჩაედინა ვერანაირად ვერ დაუშვებ. ეს ბავშვი ჩემთვის თავის მშობლებზე წინ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომარი ჩემი სიძე იყო კიდე და ვათანაბრებ ბავშვსა და ომარის ამ წუთას მე აი შოკია ჩემთვის მათი დანაკლისი. მე ერთი წამითაც ვერ დაუშვებ, ვერც ომარიზე და ვერც ბავშვზე მაგდას მკვლელობას. ხახნო, ეს ფაქტებია, ეს გამოძიება ხელახალ გამოძიებას. ბატონო, კი. ხელახალ გამოძიებას. რა თქმა უნდა, ამიტომ აღნიშნე, რისი უფლებაც მაქვს, მე ყველაფერს გამოვიყენებ. არ დავტოვებ არავითარ შემთხვევაში მთელ დედამიწას გავაგებინებ ამ ამბავს. ძალიან დიდი მადლობა. მეც მადლობა. კიდევ ერთხელ მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენს კითხვებს მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია პასუხობდა და სამწუხაროდ არ მოვიდა ადვოკატი მაგდა პაპიძისა რომელიც ასევე დაპატიჟებული ყავდა სხვათა შორის მასზე ამბობენ რომ მან საკმაოდ სუსტად წაიყვანა პროცესი და ახლა მინდა სტუდიაში მოვიწვიო იურისტი ირაკლი კერესელიძე და ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისა თვის ქალბატონი ანა აბაშიძე გთხოვთ მოგზავნით ქალბატონო ანა დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებისათვის და ქალბატონო ირაკლი თუ შეიძლება მოგზავნით მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებისათვის და ამ შემთხვევაში მე მოპატიეთ დავარღვევ პირველი ირაკლის დაუსვავ კითხვას თქვენ 18 წლის განმავლობაში იჯექით ციხეში და დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ელოდებოდით სიკვდილით დასჯას, ანუ სიკვდილმისჯილი იყავით. აი ამ გადმოსახედიდან სულთა ემოციურად როგორ ფიქრობთ, როგორია იყო ერთი სიკვდილმისჯილი, მეორე იყოთ უადო პატიმარი და ამდენი ხნის განმავლობაში გაატაროთ ციხეში. ბატონო ლევან, ჩემი ბიოგრაფიის ეს წლები ძალიან ძიმეც არის და მეორეს ხო ძალიან საამაყოც, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი უდანაშაულობა მაძლევდა იმის ძალას რომ მებრძოლა. საბედნიეროდ დღეს სიკვდილით დასჯა აღარ არსებობს, თქვენ რაც ახსენეთ ეს 90-იანი წლების დასაწყისში იყო და მას შემდგომ რაც საქართველოს ევროსაბჭოს სტრუქტურებში შევიდა და სტრასბურგის სასამართლოს ქვემდებარე გავხდით, ეს გაუქმდა ჩვენთან ეს მახინჯი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა. თუმცა ამავდროულად მინდა გითხრათ რომ სამუდამო პატიმრობა როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს. იმიტომ რომ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლი გვიდგენს სასჯელის მიზნებს და სასჯელის მიზანი გულისხმობს რესოციალიზაციას. ანუ ადამიანის გაკიცხვას, დამნაშავის გაკიცხვას, რა თქმა უნდა და ამავდროულად რესოციალიზაციასაც. თუკი ჩვენ გამოვიყენებთ მასიურად სასჯელის უმაღლეს ზომას დღეს მომქმედი კანონმდებლობით, ანუ სამუდამო პატიმრობას, ეს რესოციალიზაციას ხელს არ შეუწყობს. ჩვენ უფრო დასჯისკენ წავალთ, ვიდრე იმ დანაშაულის გააზრებას. და როგორც იურისტს მინდა გკითხოთ, რო არ წავიდეთ გარკვეულ დეტალებში, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა უკვე მაგდა პაპიძის საქმე. სასამართლო პროცესმა. რამდენად იყო მაგალითად არგუმენტირებული დაცვის მხარე, რამდენად იყო არგუმენტირებული
რა თქმა უნდა თავად პროკურატურა. მე გეტყვით, იცით რა, ჩემთვის მაგალითად ფლეშბეკებად რო გავიხსენოთ, ხა მე რამდენიმე პროცესს დავესწარეთ და სოციალური მედიითაც, ტელევიზიითაც და პრესითაც ვადევნებდი თვალყურს, იმიტომ რომ ძალიან საგამონაკლისო საქმე იყო. დანაშაული თავისი ხასიათით იყო ძალიან დამთრგუნველი და ემოციური ფონიც მაღალი იყო. მე მახსოვს პროკურატურის აქტიურობა, მათ შორის ის რომ გარკვეული დოკუმენტები, გარკვეული მასალები მანამდე ქვეყნდებოდა სანამ ეს სასამართლოს კვლევის საგანი გახდებოდა და ამ შემთხვევაში როგორც იურისტს მაქვს გარკვეული შენიშვნები ამ კუთხით. მახსოვს თავად მაგდა პაპიძის ბრძოლა საკუთარი პოზიციების დასაცავად, თუმცა თითქმის არ მახსოვს დაცვის პოზიციები. ანუ არც ფეისი მახსოვს მისი ადვოკატის და არც მათი აქტიურობა. იცით, ეს მე შეგახსენებთ პროკურატურას დაახლოებით 60-მდე მოწმე ყავდა, ხოლო დაცვის მხარეს მხოლოდ 2. მე გეტყვით, ეს თავისთავად ცხადია, გარკვეულ როგორ ვთქვათ, საყურადღებოა, თუმცა შესაძლებელია ერთი მოწმე მიიყვანო, ან საერთოდ არ მიიყვანო მოწმე და არგუმენტებით დაარწმუნო. მე ხა მიჭირს ცოტა კოლეგების კრიტიკა, თუმცა ერთი რაღაც უნდა ითქვას და ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ მაგდა პაპიძის შემთხვევაში ამ კეისში საჯულების ინსტიტუტის არჩევა იყო სტრატეგიული შეცდომა. ზოგადად ახლა ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის პოზიციაც არის ის, რომ ანუ დაცვის მხარის არასწორი სტრატეგიაზე იმიტომ რომ იცით როგორ არის, კანონმდებლობა უფლებას აძლევს ბრალდებას და დაცვას შეთანხმდნენ ვინ განსჯის ამ საქმეს. არის დაუშვათ პროფესიული მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც მე რომ ყოფილიყავი მაგდა პაპიძის დაცვის მხარე, აუცილებლად მას ავირჩევდი და არის ახალი ინოვაცია ჩვენთან, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ვერ იმკვიდრებს თავს მრავალი მიზეზების გამო, ეს არის საჯულთა ინსტიტუტი. ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ინსტიტუტის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო, იქაც კი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და საქართველოში, აი გეტყვით ლევან, ეს არის ძალიან მარტივი, ამას არ ჭირდება იურისტობა. ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის მთავარი პრინციპი არის მიუკერძოვებლობა. ანუ 12 შემთხვევითი ადამიანი გარკვეული პრინციპით შერჩეული, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ელექტრონული სიებიდან ამოღებული ადამიანები შემთხვევითობის პრინციპით ზის უყურებს კეისს, სწავლობს მასალას და მხოლოდ წვეთს დამნაშავე თუ არა, სასჯელის ნაწილს უკვე წვეთს პროფესიული მოსამართლე, ხო? საქართველოში მისი გეოგრაფიული მასშტაბიდან გამომდინარე, მოსახლეობიდან გამომდინარე, კეისების აი სუპერ გახმაურებულობიდან გამომდინარე შეუძლებელია რომ იპოვო 12 მიუკერძოებელი ადამიანი. ხა მე უსმენდი მაგდა პაპიძის დედას და საჯულებს თქვენ შეეხეთ. იცით როგორ რაღაცა ორი მნიშვნელოვანი კეისი მახსენდება მე პრაქტიკაში, ბევრი არა გვაქვს, როდესაც ნაფიცმა საჯულებმა თავისთავი არა ინდივიდებმა, ზოგადად ინსტიტუტმა ჩემი აზრით თავისთავის გარკვეული დისკრეტაცია მოახდინა. კი, ეს იყო წინა კეისი, ეგრეთ წოდებული ოქრიკას საქმე, როდესაც განზრახველობაზე შეჯავრდებული პირი გათავისუფლების შემდგომ ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლების შემდგომ კვლავ განზრახველობაზე იქნა მსჯავრდებული და იქ რაღაცა ინგლისური ტერმინი გამოვიყენოთ, გარკვეული ბულინგის თემაც იყო. დეტალებში ნუ წავალთ, ჩვენ დაუბრუნდებით ისევ ამ საკითხს. ხალბატონო ანა, თქვენთან გადმოვალ კითხვით. უფლებადამცველები ზოგადად ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ მაგალითად მაგდა პაპიძის მაგივრად განსასჯელის სკამზე რომ ყოფილიყო მამაკაცი. შესაძლოა ნაფიც საჯულებს აბსოლუტურად სხვა ვერდიქტი გამოეტანათ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? მოგესალმებით პირველ რიგში მადლობთ მოწვევისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია ამ ზოგადად არა ამ კონკრეტულ საქმეში, არამედ ამ საქმით გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეხლა დასმულ შეკითხვას რაც შეეხება, რას იზავდნენ ნაფიცი მსაჯულები, ამის გადაჭრით პასუხი დადებითი სანუარყოფით ცხადია გამიჭირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ როგორი იცვლება შეხედულებები და ეგრეთ წოდებული როგორ ვკიცხავთ ხოლმე ადამიანებს, როდესაც სხვადასხვა სქესის განსასჯელებია წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ცხადია იმის უარყოფა, რომ საზოგადოება არის, როგორ გითხრათ, უფრო კრიტიკული სქესით ქალის მიმართ, არა მარტო სასამართლო პროცესების დროს, არამედ ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობებში, მე მგონი ამას ყველა ხედავს. აქედან გამომდინარე, ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ასეთ შემთხვევებზე ნაფიცი მსაჯულების როგორც ინსტიტუტის გამოყენება არც ისე მომგებიანი იყო ჩვენი შეფასებით, თუმცა ეს აბსოლუტურად დაცვის მხარის და ადვოკატების გადასაწყვეტია, ცხადია და მე მას არ ვკიცხავ იმის გამო, რაც
მათ აირჩიეს, მაგრამ მოდით ცოტა გარედანაც შევხედოთ ამ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ნაფიცსაჯული ერთ-ერთი ჩვენთაგანია, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც არა პროფესიული წრიდან, არამედ მოქალაქეებიდან არის არჩეული, ცხადა ეს სუბიექტივიზმისგან დაცლილი ვერ იქნება. და ამის ესე ვთქვათ, ესე შეხედვა რომ ნაფიცმომსაჯულმა ერთი და იგივე ვერდიქტი ერთხმად დაუჭირა. ცხადია, ანუ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვერევი, ვთქვათ, სამართლებრივ დეტალებში, ანუ დამნაშავე იყო თუ არ იყო კონკრეტული ადამიანი, ამის თქმა ჩვენი მხრიდან, ადამიანების მხრიდან, რომელსაც დეტალები არ იცის და არ დასწრებია ყველა პროცესი, სპეკულაცია იქნებოდა. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე გავდივარ ამ პროცესის მიღმა და ვამბობ, რომ ეს პროცესი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს უსვავს ხაზს. მაგალითისთვის, პირველი საკითხი არის სწორედ ის, ნაფიცი მსაჯულების გამოყენების სტრატეგია. ნაფიცი მსაჯული როგორც ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მოსაზრებით, მაგრამ მას სჭირდება, არ გვაქვს დიდი გამოცდილება, მას ამ თემას სჭირდება გადამუშავება. მაგალითისთვის, ჩვენი მოსაზრებით არ გვაქვს დამუშავებული საკითხი, რა არ შეიძლება, როდესაც ნაფიცი მსაჯული საქმეში ერთვება საზოგადოების მხრიდან, რა შეიძლება და თუ თქვათ რაღაც დაუშვებელი ინფორმაცია მიეწოდა ნაფიცსაჯულს, ან აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ზეგავლენის მომხდენი მოქმედებები განხორციელდა, მაშინ რა უნდა გაკეთდეს? ანუ ეს საკითხები მინიმალურად არის დარეგულირებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არის საკმარისი. მაგალითისთვის პროკურატურის ქმედება, რომელზეც ჩვენ თავარი კრიტიკა პროკურატურისკენ და მედიისკენ ჰქონდა მიმართული, იყო ის, რომ აი ბატონმაც ახსენა და მეც გავიმეორებ, პირველ ეტაპზე, როდესაც სანამ ნაფიცი მსაჯული იქნებოდა, თქვათ, შერჩეული და ზოგადად დააყენებდა მოთხოვნას დააყენებდა დაცვის მხარე ამის შესახებ, პროკურატურამ თქვენ იცით, რომ ესე ვთქვათ, გაასაჯაროა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. გასაგებია, რომ პროკურატურას ამის უფლება არა, ზოგადად საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურას ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ამის უფლება არ აქვს. მას აქვს ამის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, რა მიზანს ემსახურებოდა პროკურატურის მხრიდან ამგვარი მოქმედება და რაც მთავარია, პროკურატურა და მისი მოქმედება გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. თქვენ თუ აი იმ ესე ვთქვათ გასაჯაროებულ ინფორმაციას და ტექსტს აიკითხავთ კიდევ ერთხელ, ნახავთ აი ესეთ რას ამოვიკითხავთ უბრალო ადამიანები. ამოვიკითხავთ მტკიცებით ფორმაში წარმოდგენილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და ამის ესე ვთქვათ გამამყარებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულება თავისთავად რა არის? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. და ეხლა რომ არ იცის, ეს ბუნებრივია, ხო? როდესაც გეუბნებიან, რომ ამ თემაზე არსებობს მტკიცებულება, ჩვენ გგონია, რომ ეს უკვე დამტკიცებული საკითხია. როდესაც გამოძიება რაღაც ტიპის მტკიცებულებას მოიპოვებს, მას არ აქვს უტყუარობის იმ დოზის შინაარსი, რომელიც სჭირდება ადამიანებს იმის სათქმელად, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. და პროკურატურამ რა გააკეთა, როდესაც ესე ვთქვათ, მტკიცებულებები წარადგინა საზოგადოებაში, არც ერთი წინადადება იმის შესახებ არ იყო ნათქვამი, რომ ეს არის პირობითი შეხედულება, ეს არის პროკურატურის ვერსია, რომელსაც აპრიორი სჭირდება სასამართლოს მიერ დამტკიცება. ეხლა ჩვენ იურისტებმა იმას რომ მაგალითად ეს თავისთავად იგულისხმებოდა. არა, თავისთავად როგორ იგულისხმება? ჩვენ იურისტებმა ეს ვიცით, მაგრამ არა, პრეზუმპციას პირდაპირ არ ვეხები, იმიტომ რომ მე არ ვამბობ, რომ პროკურატურა არ ღვევს უდანაშაულის პრეზუმპციას, იმიტომ რომ გარკვეულწილად მას ეს პრეზუმპცია არც კი ეხება. მე ვამბობ სხვა რამეს. აქ არა აუცილებელი ვიღაცამ კანონი დაარღვიოს. ასეთ თემებში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეტექსტები და სწორედ ამაზეა ჩვენი კრიტიკა მიმართული. როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს აწვდი ინფორმაციას ამგვარად, შენ ქმნი აზრს იმის შესახებ, რომ ვიღაცამ აპრიორი ჩაიდინა დანაშაული. და მერე რომ მოყვა ნაფიცსაჯულების შერჩევა ამ თემაზე. ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული. ვიღაცამ ჩაიდინა, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და ძალიან კარგად გესმით, როგორ შეიძლება ინფორმაცია გავავრცელოთ იმ მიზნით, რაც გვინდა რომ მივიღოთ, ხო? აქ უარყოფითზე ყოველ შემთხვევაში არაა საუბარი. შეიძლება დადებითი მიზანიც ქონდეს, შეიძლება რაღაც ჩვენეული ვერსიის მიღების სურვილიც ქონდეს, ხო? ეს კარგი მექანიზმია პროკურატურის ხელში, რომელიც გამოიყენება. ვიდგენ სტანდარტებს. აი მტკიცებულებაზე ლაპარაკობდა ქალბატონიანა და მეც დავეთანხმები ამ ნაწილში. იცით რა ეს კანონი გვეუბნება, რომ არანაირ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
მტკიცებულების შეფასება უნდა მოახდინოს სასამართლომ. ხოლო როგორ მიაწვი ამას საზოგადოებას, ანუ როგორი სახის სტერეოტიპებს, სტიგმების გამოწვევას მოახდენ, ხო? ეს უკვე შენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. თორე ჩვენ კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენისთვის გვიდგენს ძალიან მაღალ სტანდარტს. ჩვენ გვაქვს სტანდარტი გონივრულ ეჭვს მიღმა. ანუ აქ ძალიან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა იყოს. გასაგებია ბატონო ირაკლი, თუმცა ვაღიაროთ რომ დაცვის მხარე, არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდია ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაშუქებდით ძალიან ინტენსიურად ამ პროცესს და მე რასაც უყურებდი დაცვის მხარე საკმაოდ სუსტი იყო იმ თვალსაზრისით რომ თუნდაც აი თქვენ შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მოწმეების თვალსაზრისით, როდესაც პროკურატურას ყავს 60 მოწმე, ხოლო დაცვის მხარეს მხოლოდ და მხოლოდ 2 მოწმე. ესა ჩვენი კოლეგები, ვინც არა მარტო ქართველები, ვინც საკმაოდ წარმატებულები იყვნენ და არიან ჩვენ პროფესიაში იურისტები და მით უმეტეს დაცვის მხარე ძალიან ხშირ შემთხვევაში წარმატებულები ხდებოდნენ იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოწმეს ისე ახდენდნენ მას ზემოქმედება. ანუ სტრატეგიაზე არის ამაზე ლაპარაკი. მე შემიძლია თქვენი როგორც ბრალდების მოწმე ისე დავკითხო, რომ ეს დაცვის პოზიციას მოესახება. ანუ პროფესიონალიზმზე არის აქ საუბარი. ამაზე ლაპარაკი. რამდენად ეფექტური ხარ და როდესაც შენ დღეს ირჩევ საქართველოში ძალიან გამოუცდელ, არასტაბილურ საჯულთა ინსტიტუტს, ამით ტექნიკური თვალსაზრისითაც ერთ ინსტანციას კარგავ, რეალურად აპელაციაში ვეღარ ასაჩივრებ, ხო? მაშინ როდესაც პროფესიული მოსამართლის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში გზახსნილი იყო და თუ აქ რაღაცა მძიმე შესაბამები იყო, იქ გასწორდება. გასაგებია და ვინაიდან ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ბოლო კითხვა მინდა დავსვა. და ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. როგორ ფიქრობთ, მაგდა პაპიძის შემთხვევაში ხავატნო ანა, ეს განაჩენი იყო არაადეკვატური თუ იყო ადეკვატური და იგივე კითხვა თქვენთვის. მე ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გავცემ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპეკულაცია. გამოვიდა ვერდიქტი, სასამართლომ ეს ვთქვათ, სასჯელშიც ასახა, რასაც როგორც მოქალაქე პატივს ვცემ. მეორე საკითხია, პროცესუალური დარღვევები იყო თუ არა და ამაზე მართალია უნდა ისაუბროს პროცესის მონაწილეება. და ძალიან მოკლედ არ შემიძლია რო არ თქვა, რომ ჩვენი შეფასებით პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი შეფასებით ირიბი ზემოქმედება მოეხდინა ნაფიც საჯულებისთვის. სწორედ აქ იყო გენდერული ასპექტი, როდესაც ის სტერეოტიპები ქალის ურთიერთობებთან დაკავშირებით ამოქმედეს მის წინააღმდეგ. გასაგებია, ძალიან მოკლედ. ძალიან ბატონო, მე გეტყვით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მე დასაბუთებულების ნაწილში მაქვს ეჭვი. აქედან გამომდინარე სამართლიანობაზე ნამდვილად შეფასება გამიჭირდება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. ახლა კი იმედი დროში რეკლამის დროა, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. მუსიკის ყველაზე გრანდიოზული ფესტივალი კავკასიის რეგიონში, ანაკლია და განმუხური ათასობით ტურისტის მოლოდინში. ანაკლია არის მკვდარი